სალამი მეგობრებო. თხოვნა იქნება შემოგვიერთდეთ Discord-ზე, ლინკი კომენტარებშია. მადლობა წინასწარ. მაპატიეთ ასე მალე რომ მოგიხმეთ. ვიცი დავალებიდან ესაა დაბრუნდით, მაგრამ დიაბლოს სახელზე პირადი დავალებაა შემოსული. სპეციალურად მის სახელზე? ნუ თუ ესეც მორიგი ხაფანგია. ამჯერად ეგ გამორიცხულია. ახლა დამკვეთი არის თვით სელესტინა ბოდლერი, ჯადოქრების ასოციაციის მეთაური. თან ასევე ეს დავალება მე პირადად მივიღებ. სელესიდან? და თან დავალება საკმაოდ ადვილია. ალბათ გარაკის გამო მოიქცა ასე. დიახ, მეც მასე მგონია. მე არსად წამოვალ, არ მინდა სელესის მიმართ ვალში ვიყო. ჩვეულებრივ მისიას ნამდვილად დავთანხმდებოდი, მაგრამ მომატებული ჯილდოს მქონე დავალებას არავითარ შემთხვევაში. როგორი სერიოზულია. ჩვენ ფული ხომ საერთოდ არ გვაქვს. ეს ღმერთის საჩუქარია. დავალება საკმაოდ ადვილია, ასე რომ ყველას წასვლა არ არის აუცილებელი. დიაბლო, რას ფიქრობ? რემი ხომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს ნაცვლად იხდიდა სასტუმროს საფასურს. თუ არ უნდა ჩვენთან ერთად წამოსვლა, დარჩეს მარტო ქალაქში. დავრჩები. ძალიან კარგი. ესე იგი გადაწყდა, დავალებას მიიღებს შერა და დიაბლო, წარმატებები. ულუგის ხიდთან სურსათის მიტანაა საჭირო? როგორი ადვილია? ამით უნდა ვალის გამოსყიდვა. საერთოდ რაზე ფიქრობდა სელესი? მისი აზრით ამ დავალებას სიხარულით დავთანხმდებოდი და მის ფულს ავიღებდი? ჩემი აზრით კი საკმაოდ კეთილი ადამიანია. დაიცა დემონო. როგორც ხედავ არ შევმცდარ ვარ. შენ ის დემონი ხარ, ვისაც ყველა საუბრობს. ჭორები მართალი ყოფილა, მართლაც რომ ბოროტ მოქმედულად გამოიყურები. ემილ, ჭორები? რა ჭორები დადის? ჩემამდე ხმები მოვიდა, რომ ვიღაც დემონი გოგონებს საყელოს უკეთებს და მთელ ქალაქში დაატარებს. სწორედ შენ ხარ ის დემონი, არა? ასეთი ჭორებით სახელი გამიტყდება. და ეს ხომ უბრალოდ ნივთია, სახელად მრუდე გვირგვინი. მათ რა ნამდვილი გონი აქვს? ეს ვინ არის? მეომარი ავანტიურისტების გილდიაში მას უძლიერესად თვლიან. სწორედ რომ მასია. ჩემი სახელია ემილ იშელ ბერჟერი. მე მაქვს გილდიაში უძლიერესი 50 დონე ზიადამიანური მეომარი. საწოდავო რქიანო დემონო, თხოვე რომ დაგინდო. ასეთი სცენები ხომ თამაშიც იყო. როგორი დემონთა ლორდი ვიქნებოდი, გმირები რომ არ მავიწროებდნენ. იჯუნა, ვინ მოგცა ჩემთან დალაპარაკების უფლება? დიაბლო, შენ თავად ვინ მოგცა უფლება რომ შვენიერი ქალბატონები დაიმონე? დაიმახსოვრე დემონო, შენ წინ არის ის, ვინც ქალბატონების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა. როგორც ქალების დამცველი ნებას არ მოგცემ რომ რემი და შერა შენი მონები იყვნენ. ემილ მისმინე, ჩვენი საყელოები ლამაზმანებო ცოტა დაიცადეთ, მე თქვენ ახლავე დაგიხსნით.
ბიჭუნა უცნაური კი არის, მაგრამ ამ სამყაროში პირველი მან გამომიწვია. საინტერესოა, თამაშის მეომარი ბრძვის. ვინაიდან 50-ე დონის არის, რაღაც უნდა შეეძლოს. ნაცნობი პოზაა. გამანადგურებელი ხმალი, მისი საშუალებით მტერთან ახლოს მიხვალ და მას ორად გაჭრი. ეს შეტევის დაწყების სტანდარტული პოზაა. რა? ბოლოს ასეთი აღელვებული როდის ვიყავი, აღარც კი მახსოვს. საბაზისო ტექნიკების ცუდი მხარე ის არის, რომ ის შესახებ ყველამ კარგად იცის. სახელოვნებული მოთამაშე ამ ტექნიკას არ დაასრულებდა. მივარდნის შემდეგ მას შეწყვიტავდა და სხვა შეტევას წამოიწყებდა. რაღაც დიაბლო მის თავს აღარ გავს. დავიწყოთ, მათ ვიხსნი შენი ბოროტებისაგან. მოდი. შეტევა არ გააუქმა. გასაოცარია, ჩემი შეტევა შეაჩერე. ისეთი დაუჯერებელი შეტევა იყო, რომ გავუწდი. წვერვალის დაცემა? ტექნიკა არნახულ ძალას იძლევა, მაგრამ ის მოსამზადებლად დიდი დროა საჭირო. ის რა ამის გაკეთებას აპირებს? ძალა ჩემს სხეულს ავსებს. და როგორც კი შეტევაზე გადმოვალ, შენ ეგრევე დამარცხდები. დიაბლო. თითქოს ახალ ბედას ვებრძვი. მართალია გავარკვიე, რომ აქ დონეები გაცილებით დაბალია ვიდრე თამაში, უნარებითაც თუ ჩამორჩებოდნენ არ ვიცოდი. ან შესაძლოა ეს ბიჭია სულელი. მე არ დაუნებდები. სულით ძლიერი ხარ. მტრის წინაშე დამარცხებას არასდროს ვაღიარებ. ამიერიდან აღარ დაგინდობ. ქალბატონების გადარჩენისთვის მე ბრძოლას არ შევწყვიტავ. იყოს შენინება, მოდი. შეჩერდით. რემ, შერა, რატომ? ემილ, საკმარისია. რემ, იმედი არ დაკარგო. საქმე მაგას არ ეხება. ეს უბრალო გაუგებრობაა. მოკლედ, საყელოები უცებედად ჩვენ გაგვიჩნდა. ეს ჩემი შეცდომა იყო. დიაბლო კი გვეხმარება, რომ როგორმე მოვახერხოთ მათი მოხსნა. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი ჭორების ბრალი არის. ოჰ, კარგია, კარგი. ესე იგი აქ არ არიან მონობისთვის განწირული ქალები. სულიერი სიძლიერეც ამას ქვია. ბოდიში დემონო, შემახსენე რა ქვია? დიაბლო. ჩემი სახელია ემილ ბიშერ ბერჟერი. მე ვარ ყველა ქალბატონის მეგობარი და მათი მცველი. ჩემი დახმარება თუ დაგჭირდება, არ მოგერიდოს. მაგრამ თავადაც საკმაოდ ძლიერი ხარ. კარგი. მეგობარო, აბა კარგად. მეგობარო? მაპატიეთ, ჩვენი ბრალი ამ უსიამოვნებაში რომ გაეხვიეთ. ისეთი სუსტი იყო, რომ ვერც კი გავვერთე. ემილი ცუდი ადამიანი არ არის, თან საკმაოდ ძლიერია. მე კი საკმაოდ სულელი მომეჩვენა. ეს მან თქვა. დავალების შესასრულებლად მივდივართ. წინ, ულუგის ხიდისკენ. ულუგის ხიდი. თამაში იყო ერთი ციხესიმაგრე, რომელიც ფალტრას ქალაქს მონსტრების თავდასხმისაგან იცავდა. როგორი კარგი ამინდია. უბრალოდ გადამზიდის როლში ძალიან მომეწყინა. იახ. ისმინე, წყალში ხომ არ გვებანავა? რა? მიდი რა, გთხოვ. ვიბანაო ხალთან ერთად? ისეთი მორიდებული როგორიც მე ვარ, ამ დავალებას ვერასდროს შევასრულებ. სულელო, დავალებისას ბანაობა ვის გაუგია? აბა რა ვქნა მომეწყინა? აბა სხვანაირად რით გავერთო? თავს თუ ვინმე დაგვესხმება გავერთობით. დაგვესხას? დავალების დროს ხომ ხშირია მონსტრების გამოჩენა და თავდასხმა. რა? ეგეთი რამ არ მინდა. მე ხომ შენნაირი ძლიერი არ ვარ, დიაბლო. სულელო, ავანტიურით საფრთხე ვერ შეაშინებს. მთელი ცხოვრება ასეთი რომ დავრჩე, ნამდვილად არ მინდა. მინდა რომ რემსა და შენ ძალით დაგემსგავსო, რათა დამოუკიდებლად ცხოვრება შევძლო. უფრო მაგრად უნდა იმუშავო.
მადლობა. მაგრამ მანამდე შეიძლება ტვირთი ვიყო. ამიტომაც დიაბლო გთხოვ, გამიფრთხილდით. გამიჯერეთ, მე გავხდები უფრო დიდი. თუ ისინი უფრო დიდები გახდებიან, უთუოდ იმ ქვეყნად გამისტუმრებენ. აქ უწმინდურია. ფალტრას მხრიდან რატომ მოდის? თქვენ ვინ ხართ? მე. გაჩუმდი საეჭვო არსებავ. ვინაიდან რქები გაქვს უწმინდური ხარ? ისევ რქები? ხალხნო დაიცადეთ. ის დემონია და არა უწმინდური. ბორის. ალბათ ის რქიანი დემონია, რომელზეც ქალაქში ჭორაობენ. გოგონებს რომ საყელოს აბავს. ჭორებმა გადამარჩინა. დავალებას ვასრულებთ, აი თქვენი სურსათიც მოვიტანეთ. აქ ღვინოც არის. ჯანდაბა, საცოდა უწმინდურებში როგორ აგერიეთ? აქ რა ჩოჩქოლია? პრობლემები გაქვთ. მართალი ბრძანდებით. ეს ესაა მზვერავებიდან მოხსენება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ ჩვენსკენ უწმინდურთა ჯარი მოემართება, ჯამში 100 არიან. უწმინდურები 100. მაგრამ ამის დაჯერება მიჭირს. კროს რევარში უწმინდურებს ძალით ბოსებთანაც კი აიგივებდნენ. არასდროს გამიგია, რომ ისინი ჯგუფურად გადმოსულიყვნენ შეტევაზე. თამაში მსგავსი მასიური თავდასხმა არ მომხდარა. ეი, რა გჭირთ? სწრაფად პოზიციებზე. შენი აზრით რა მოხდება, დიაბლო? რა მოხდება? აქ საფიქრელიც არაფერია. ციხესიმაგრე და ეცემა. თამაშთან შედარებით ადგილობრივებს დონეც დაბალი აქვთ და უნარებიც. არა მგონია საპასუხოდ რაიმე მოიმოქმედონ. დიაბლო. მაგრამ საქმე იმაშია, აქ აურობა რომც გაარღვიონ, ქალაქს ხომ სელესის ბარიერი იცავს და იქ ვერ შეიჭრებიან. ეს უაზრო დაპირისპირება. რაში ჭირდებათ? ამბობენ, რომ კლებუსკრუმის გასაცოცხლებლად ბოროტება მთელი ძალების მობილიზებას ახდენს. ესე იგი, მათი სამიზნე რემია. ნუ თუ მისის ხეულის საიდუმლოს გაგება მოახერხეს. ქალაქში უნდა დაუბრუნდეთ. 100 უწმინდურის გამკლავება მეც თავად გამიჭირდება. თხოვ. აიღეთ. მადლობის წერილია. დავალება რომ შეასრულეთ იმის სანაცვლოდ. ახლა ხომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. მართალია ერთი შეხედვით ჩემზე ვერ იტყვით. მაგრამ ვინაიდან დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა, მინდა ის ღირსეულად გავატარო. უკან რატომ არ დაიხევთ? ჩვენ რომ უკან დავიხიოთ, მოხუცებსა და მინდორში დარჩენილ გლეხობას ცუდი ბედი ეწევათ. ჩვენ თუ აქ დავრჩებით, მათ გახიზვნისათვის უფრო მეტი დრო ექნებათ. დიაბლო. ბიჭო, მართალია უკვე სერიოზულად განეწყვებ. მაგრამ არ დავუშვებ, რომ ეს შენი უკანასკნელი დღე იყოს. რემ. თქვენთან სტუმრები მოვიდნენ. სტუმრები? დიაბლო. კარიბჭე უკვე ყველამ გადმოკვეთა. მათთვის მცირედი დრო კიდევ რომ მოვიგოთ, კარიბჭე უნდა ავწიოთ. საქმეს მიხედეთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით. სიგიჟეა მათთან მარტო ბრძოლა. დიაბლო. უწმინდურები უკვე გამოჩნდნენ. შედით და აწიეთ. აქ რომ დარჩეთ ჯადოქრობაში ხელს შემიშლით. მოდით მას დავუჯეროთ. ნუ იდარდებთ, დიაბლო ძალიან ძლიერია. დიაბლო. რა?
ფრთხილად იყავი. ესე იგი ფრთხილად ვიყო. ცხოვრებაში პირველად ჩემზე ვიღაც დარდობს. მართალია ასობით უწმინდური მაშინებს, მაგრამ ახლა როგორც დემონთა ლორდი ვერ დაუმარცხდები. ნაძირლებო, აქ ჯარით მოსვლა როგორ გაბედეთ. ვინაიდან ჩემი აქ ყოფნის ამბავი არ იცოდით, ახლა თქვენ თავს დააბრალეთ. როგორი პატარა, სუსტი. მოუკლავ. ხედავ თქვენსას არ იშლით. იყოს თქვენი ნება, სათითაოდ მოგიღებთ ბოლოს. გარაკი გავაძევე. საკუთარი მიზნებისათვის ასოციაციის სახელი გამოიყენა და თქვენ საფრთხე შეგიქმნათ. და ასევე, ქალაქში მოხმობით გამოწვეული აურზაური, ისი ჩადენილია. ამაზე პასუხი უნდა აგოს. რემ, საკმაო პრობლემები შეგიქმნათ. არაფერია. ხო მართლა. გარაკმა საინტერესო რამ ახსენა. მან თქვა, რომ დიაბლო არის დემონთა ლორდი. დიაბლო დემონთა ლორდია სხვა სამყაროდან. მართლა? რას გულისხმობ? ვაღიარებ, რომ შენ ნიჭიერი ჯადოქარი ხარ. მაგრამ არ მსმენია, რომ სხვა სამყაროშიც იყოს დემონთა ლორდი და რომც იყოს შეიძლება კი მისი მოხმობა. შეიძლება. ის შენში არსებული სულით დაინტერესდა. შესაძლოა ისიც უწმინდური არსება არის. შეუძლებელია. დიაბლო რომ ასეთი ყოფილიყო ბოლოს მალევე მომიღებდა. მან კი პირიქით. საწოდავი კლებუს კრუმისულს თავად გავანადგურებ. მაგრამ მანამდე უნდა გავიგო თუ როგორ მოვახერხო მისი შენგან გამოდევნა. რითი გაწყენინე? ჩემ ცხოვრებაში პირველად მითხრეს, რომ არ მიმატოვებენ. სათანადოდ უნდა დამაფასო. მე არც თუ ისეთი სუსტი ვარ, რომ მაგის შემეშინდეს და სადღაც დავიმალო. პირიქით. არაფერია. პატივცემულოს თუმა რომ აპატიე მაგ დაკავებულია. გარაკ. ლედისელეს აზრს ხომ ვერ შეიცვლით. ჯადოქრების ასოციაცია რატომ უნდა დავტოვო? შენ არასწორად მოიქეცი. ამის გაკეთება მაიძულებ. თავად შეხედე, ისინი შენ გატყუებდნენ და საბოლოოდ გაგაგდეს. ალბათ ეს იმიტომ, რომ სიმართლის გასაგებად მე ის დავაზიანე. ვინ დააზიანე? ჯადოქრების ასოციაციაში რა მოხდა? ჩემზე რატომ არ ზრუნავთ? დაწყნარდი და დავილაპარაკოთ. თქვენ ყველანი გიჟები ხართ. ასოციაციაში მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, საბოლოოდ კი ჩემი გაგება ვერავინ შეძლო. ის კაცი მართლაც რომ სიმართლეს ამბობდა. ვინ? შეწყვიტე გარაკ. თავს ნუ ირცხვენ. მე ასეთ სამყაროს ვერ შევეგუები. ეს რა ხმალია? არ ვიცი რატომ, მაგრამ ის მაშინებს. მე ამ სამყაროს უთუოდ შევცვლი. დილოვანო გველო, შეაჩერე. გარაკ. შეუძლებელია, არ მიეკაროთ. გაუჯერებელია, შეუძლებელია, ის ხომ უწმინდურია. როგორც იქნა დადგა ლორდი გრეგორის დროც, სულ ლაყბობდა და ლაყბობდა, ერთი წუთით არ ჩერდებოდა ის ადამიანი. ახლა კი, სიკვდილისათვის მზად ხართ.
წარმოუდგენელია. დიაბლო. ეს უკვე მე-13 იყო. პირველი მე რომ არ დავეცე, არ უნდა გამოვიყენო ის შელოცვები, რომელსაც ბევრი მანა ჭირდება. აი მეთაურიც. ხეციდან რატომ ჩამოხვედი? იმიტომ რომ ის არ მოძრაობს, მაგრამ ჩვეულებრივ ჭკვიანია. ყოველთვის მიჯერებს, მაგრამ როცა შენ დაგინახა გაჩერდა. შენი ცხოველი შენზე ჭკვიანი ყოფილა, მას კარგად ესმის რომ მე ვერ დამამარცხებს და ჩემ წინააღმდეგ გამოსვლა ვერ გაბედა. მე ვარ ედელგარდი. უწმინდურთა შორის შუბს ყველაზე კარგად ვიყენებ. საცოდაო დემონო ჯადოქარო, მე შენ დაგამარცხებ. თუ მათ მეთაურს ვაჯობებ, დიდია იმის შანსი რომ უკან დაიხევენ, ეს გადამწყვეტი შეტაკება იქნება. იყოს შენინება, მე შენ ძალას პირადად შევაფასებ. შევებრძოლო. თუ არა, შევებრძოლები.あなたを仕留めたら魔族の勝ち。貴様は何も分かってない。真の魔王はこの俺。魔王ディアブロを置いて他にない。